დღეს შემოგთავაზებთ გერმანული ტრადიციული კერძის რეცეპტს, ხორცის რულეტი, რომელიც არის უგემრიელესი და არც ისე რთული მოსამზადებელია. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდება ეს ინგრედიენტები, რომლის რაოდენობასაც აღწერაში აუცილებლად დავწერ. საქონლის ხორცი უნდა იყოს რბილი, ნაჭერი და ასევე უნდა იყოს ძალიან თხლად დაჭრილი და დაბეგვილი. მე უკვე ვიყიდე გამზადებული, რომელიც სპეციალურად ამ ხორცის რულეტისთვის არის. ახლა კი დავიწყებთ კერძის მომზადება, დავიწყებთ ხახვის დაჭრით და შემდეგ უნდა მოვშუშოთ ხახვი. დავუმატე 2 სუფრის კოვზის წყალი და ვშუშავ საშუალო ტემპერატურაზე. მოშუშო ბოლომდე არ უნდა მივიყვანოთ, ან ძალიან არ უნდა დარბილდეს და როგორც კი ნახევრად მოიშუშება, ესე იგი მზად არის. შემდეგ მსხვილ ნაჭრებად დავჭრის სტაფილოს, ნიახურის პატარა ბოლქვს და ასევე პატარა ნაჭერ პრას. ხორცი მე კარგად გავრეცხე, სალფეტკის საშუალებით ზედმეტი სითხეც მოვაშორე ხორცს და წავუსვი დოგვი, რომელიც არ უნდა იყოს მწარე. შემდეგ კი მოვაყაროთ შავი დაბქვილი წიწაკა და ცოტა მარილი. ვადებ 2 ცალ ბეკონს, მჟავე წვრილად დაჭრილი კიტრის ფირფიტებს და ასევე აი აქ თავში მოვათავსოთ ცოტა ხახვი. როგორც ხედავთ, ძალიან ცოტა მარილი დავუმატე ხახვსაც. გვერდები ესე გადმოვუკეცე და შემდეგ დავიწყე რულეტად გადახვა, როგორც ვიდეოშია ზუსტად ამ პრინციპით უნდა გააკეთოთ. შემდეგ კი უნდა რამით დავაფიქსიროთ, რომ მომზადების პროცესში არ გამოვიდეს შიგთავსი და არ გაუფუჭდეს ფორმა. ასეთ სამზარეულოს ძაფები დავაფიქსირე რულეტი, შემდეგ კი გადავფიქრე ესენი მოუხსენი და აი როგორც ხედავთ ჭხირებით დავამაგრე, დავაფიქსირე თითოეული რულეტი. ახლა ეს ხორცი ყველა მხრიდან უნდა კარგად მოუბრაწოთ, ამისთვის გვჭირდება ზეთი და კარაქის მოზრდილი ნაჭერი. როგორც ხედავთ, პერიოდულად ვატრიალებ ხორცის რულეტს, რომ არ დაიწვას და როგორც კი მოიბრაწება ყველა მხრიდან ვიღებ. იგივე ქვაფში გადამაქვს ბოსტნეული, რომელიც უკვე დაჭრილი მაქვს. ოდნა უნდა ესეც მოვთუშოთ, არც ეს მიყვოს ბოლომდე. ვუმატებთ 2 სუფრის კოვს ტომატის პასტას. ცოტა ხანში გადავიტან ჩვენ ამ ხორცის რულეტს, დავალაგებ ასე. ზემოდან მოვასხავთ საქონლის ხორცის ბულიონის წვენს და ასევე შავ ღვინოს. ვუმატებთ 2-3 დაფნის ფოთოლს და კერძის მომზადებას ვაგრძელებთ ღუმელში, რომელიც არის წინასწარ გახურებული 160 გრადუსზე, ზედაქვედა წვაზე, სადღაც საათნახევარი 2 საათი ჭირდება კერძის მომზადებას. მარილი და შავი დაბქვილი წიწაკა ცოტა მოგვიანებით დავუმატე, დამავიწყდა, ვიდეოში კი დაინახავთ. 2 საათის შემდეგ უკვე ხორცი იდეალურად მოხარშული, ამოვიღებთ ხორცის ნაჭრებს. ახლა დავწყებ სოუსის მომზადებას, რომელსაც ცოტა დაახლოებით 200 მლ წყალი და 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი კარგად გავხსენი. გვჭირდება ასეთი საწური, რომ წვენს არ გადაყვეს ბოსტნეული. უნდა გავსინჯოთ გემო, მე ცოტა მარილი და შავი დაბქვილი წიწაკა დავუმატე. შემდეგ კი დავუმატე სიმინდის სახამებელი და ესე ნელ-ნელა ვურიე. დაბალ ტემპერატურაზე ვურიოთ, უნდა გამუდმებით, სანამ ოდნავ არ შესქელდება. ტრადიციული რეცეპტის მიხედვით ამ სოუსში კარაქის დიდ ნაჭერს აგდებენ, მაგრამ მე აღარ ვუმატებ, რადგან ძალიან მსუყე გამოდის.
კერძი უკვე მზად არის, ხორცს მოვხსენ როგორც ხედავთ ჩხირებით, ახლა კი ავაწყობ, ძალიან გემრიელია, შეიძლება მოგეჩვენოთ რომ რთული მოსამზადებელია, მაგრამ საერთოდ არ არის რთული და რაც მთავარია განსხვავებული და გემრიელი კერძი გამოდის.